მე გახლავართ ლაშა ზაალიშვილი. წარმოვადგენ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს, რომელიც აერთიანებს 21 არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ დღეს ვაკეთებთ განცხადებას, რომელსაც მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა დამცველი, საერთაშორისო და ნარკოტიკების არასამედიცინო მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის შემცირების სფეროში მყოფი 39 ორგანიზაცია. ეს მიმართვა არის საქართველოს მთავრობას და პარლამენტს და მიმართვის უმთავრესი აზრი არის ის, რომ საქართველოში ნარკოკანონმდებლობა გადასახედია და ნარკოკანონმდებლობაში ძალიან ბევრი მუხლი შესაძლებელია. დღეისათვის ნარკოკანონმდებლობა, ძირითადი პრინციპები საქართველოს ნარკოკანონმდებლობის არის რეპრესიული, ძირითადი ინსტრუმენტად, ასე ვთქვათ, კვლავ რჩება რეპრესიული მიდგომა და მრავალი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ნარკომომხმარებელთა დასჯა და დაპატიმრება მხოლოდ უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ნარკოკანონმდებლობასთან და ნარკომომხმარებელთა ქცევასთან მიმართებაში. შესაბამისად, უაზროდ იზრდება სამართალდამცავი და სასამართლო სტრუქტურების ხარჯი, რაც რა თქმა უნდა თავისთავად იწვევს სოციალურ ხარჯს და საბოლოო შედეგი კი თითქმის უმნიშვნელოა. შეუძლებელია, რომ ქვეყნის მკურნალობის და პროფილაქტიკის მეთოდად იქცეს და მუდმივად იყოს მაღალი ჯარიმები, რაც რა თქმა უნდა აზარალებს ოჯახს, იწვევს ძალიან სერიოზულ ხარჯს და შეუძლებელი არის რომ ქვეყანაში მუდმივად ნარკოკანონმდებლობა განიხილებოდეს სადამსჯელო ღონისძიებების კუთხით და ყოველთვის ნაკლები ყურადღება ექცევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხარეს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ ვიღებთ უკონტროლო ქცევას, ვიღებთ მაღალ ინფექციებს. ამისათვის დღევანდელი მიმართვის ძირითადი დებულებებს გაგაცნობთ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იურისტებთან ერთად და ვისაუბრებთ პროფესიული თემის წარმომადგენლებთან ერთად. აუცილებელია, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა ემყარებოდეს იმ ძირითად დებულებებს, რომელიც გაეროს კონვენციებით არის მიღებული და ევროკავშირის დებულებებით დამტკიცებული. აუცილებელია, რომ მიღწეული და შენარჩუნებული იყოს ის ბალანსი, რომლის შედეგადაც ნარკოტიკებზე მოთხოვნის, მიწოდების, ზიანის შემცირება და წამალდამოკიდებულთა მკურნალობა თანაბარი მნიშვნელობისაა და შესატყვისად ფინანსდება. უნდა იყოს გათვალისწინებული ისეთი ნორმები და კანონმდებლობაში ასახული იყოს ისეთი ნორმები, რომელთა ეფექტურობა მტკიცებულებითი მედიცინით არის განსაზღვრული. აუცილებლად ადამიანის უფლებათა უზენაეს ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული, ითვალისწინებდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიდგომებს და უნდა მუშავდებოდეს გამჭვირვალობის და თანამონაწილეობის პრინციპით. სოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული სადამსჯელო ღონისძიებები ფაქტიურად ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაზე, ნარკოტრაფიკზე და ძირითადი ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ სწორედ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს ზიანის შემცირების პროექტების განხორციელება, რაც ამცირებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს, ხელს უწყობს ინფექციების, შიდსის, C ჰეპატიტის, B ჰეპატიტის გავრცელებას და საზოგადოებისთვის საშიში დაავადებების, სხვა დაავადებების გავრცელებას და ასევე ამცირებს დოზის გადაჭარბების შედეგად დამდგარ სავალალო შედეგს. საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებისთვის ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი ხვდება ციხეში, ვიდრე თვითონ სამკურნალო დაწესებულებებში. და მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ საპატიმროებში ყოველი მათგანის შენახვის საფასური დაახლოებით 3-5 წამალდამოკიდებულის მკურნალობის ხარჯს უდრის. ესე რომ აღიარებულია, რომ მკურნალობა პატიმრობაზე გაცილებით ეფექტურია. შესაბამისად, ეს რეპრესიული პოლიტიკა იწვევს კუსტარული ოპიოიდების გაჩენის შესაძლებლობას, რაც სწორედ საქართველოში მოხდა. გავრცელდა არალეგალური ნარკოტიკები, ეგრეთ წოდებული პრაკაძილი, ნიანგი,
ჯეფი, ვინტი, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა არასასურველი ინფექციების შედეგები და შესაბამისად კიდევ უფრო გაიზარდა დოჟის გადაჭარბების შედეგად დამდგარი ლეტალობის შეხვედრები. ჩვენი მიმართვა საუბრობს როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების დანერგვის აუცილებლობაზე და კანონში ყოფნის აუცილებლობაზე, ასევე კონკრეტულად საუბრობს იურიდიულ იმ საკითხებზე, თუ რომელი მუხლი როგორი სახით უნდა იყოს შეტანილი კანონმდებლობაში. საქართველოს პარლამენტში ხსენებული ორგანიზაციების მიერ უკვე წარდგენილია ნარკოკანონმდებლობის პაკეტი, რომელიც რამოდენიმე წლის წინათ იქნა წარდგენილი, მაგრამ სამწუხაროდ ტექნიკური მიზეზების გამო მისი განხილვა არ მოხდა. სავარაუდოდ უნდა ვთქვათ, რომ მისი განხილვა არ მოისურვა პარლამენტმა და შესაბამისად ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ კანონმდებლობის ხელმეორედ განხილვა მოხდეს შესაბამის კომიტეტებში და ამ განცხადებით ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ პარლამენტს. ალბათ რომ თამარ თუ შეიძლება რომ ახსენოთ. შევცვალოთ. მოგესალმებით, მე გახლავართ თამარ გაბისონია, წარმოადგენ კონსტიტუციის 52-მე მუხლს გახლავართ გამგეობის თავმჯდომარე. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და საკითხით და თემით აინტერესებისთვის. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომა მიმართვა გახლავთ ის, რომ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობამ გამოიჩინოს ნება და მოახდინოს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ერთადერთი ფაქტია, რომ საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, სადაც ნარკოტიკის მოხმარება ითვლება ინკრიმინირებულ ქმედებად, ანუ დანაშაულად. მიგვაჩნია, რომ ეს არის გაუმართლებელი პოლიტიკა. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ მოხდეს ცვლილების შეტანა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში კონკრეტულ მუხლში და გაუქმდეს აღნიშნული მუხლი და ამისთვის ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი არ ისჯებოდეს. შესაბამისად, უნდა გაიმიჯნოს ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებული ის მუხლი, რომელიც არავლებს ზღვარს ნარკოტიკის მოხმარებასა და რეალიზაციას შორის. ჩვენი მოთხოვნა ასევე გახლავთ ის, რომ მოხდეს გაიმიჯნოს ზღვარი და ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი არ ისჯებოდეს. არსებობდეს მეტი რეაბილიტაციის შესაძლებლობა, ვინაიდან ციხეში მოხვედრის შემდეგ ადამიანი წყდება ყოველგვარ შესაძლებლობას, რომ იმკურნალოს ან განიცადოს რაიმე სახის მიიღოს რაიმე სახის მარიაბილიტირებელი პირობები გაიაროს და შესაბამისად ეს იწვევს იმას, რომ ხშირ შემთხვევაში სასჯელის მოხდის შემდეგ ადამიანი კვლავ უბრუნდება ნარკოტიკის მოხმარებას. ამდენად ჩვენ ვთხოვთ შესაბამის სტრუქტურებს, რომ მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანების მას შემდეგ, რაც ისინი დაპატიმრებული ხდებიან, მოხდეს ნარკომოხმარებელ ადამიანებზე ასაუბარი, მოხდეს მათი რეაბილიტაცია და მკურნალობა, იქნება შემუშავებული სპეციალური პროგრამები და არ მოხდეს ისე, რომ ეს ადამიანები რჩებოდნენ ყოველგვარი სამედიცინო მოხმარების გარეშე და სამედიცინო სერვისის გარეშე, ვინაიდან ეს პირველ რიგში მათ ჩვენ გვაქვს ყოველდღიური შეხება პატიმრებთან, რომლებიც ნარკომომხმარებლები იყვნენ და იხდიან სასჯელს და ეზაყენეს მათ აუტანელ და ფაქტიურად არაადამიანური მოპყრობის ტოლფასი ხდება, მაშინ როდესაც ადამიანი ხდება და მას არანაირი რეაბილიტაციის საშუალება ციხეში არ გააჩნია. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი მოთხოვნა გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ შეცვალოს მიდგომა ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით, მოახდინოს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, გაუქმოს ის მუხლი, სადაც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად მიიჩნევა ნარკოტიკების მოხმარება, გაავლოს ზღვარი, გამიჯნოს ნარკოტიკის მოხმარება და ნარკოტიკების რეალიზაცია და შეუსაბამოს საქართველოში არსებული კანონმდებლობა გაეროს სტანდარტებს, გაეროს უნივერსალურ სტანდარტებს და სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ ანუ ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი მიმართვის ტექსტი ბატონმა უკვე წაიკითხა
აკითხა ბატონ მალაშამ და მე უბრალოდ მოკლედ მოგახსენებთ იმას, რომ ასევე ჩვენი მოთხოვნა არის მზიანი შემცირების ჯგუფის წარმომადგენელი იღებდეს მონაწილეობას მონიტორინგის პენიტენციალურ სისტემაში მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გახდეს და ასევე მუდმივ მოქმედ კომისიაში, რომელიც პატიმრების ჯანმრთელობის საკითხებს იხილავს და პირობით ადამიანთა გათავისუფლების კომისიაშიც მოხდეს ადამიანი ექსპერტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა და შესაბამისი ცოდნა და განათლება და ასევე გამოცდილება, რომ მიიღოს და დაიცვას იმ ადამიანის უფლება, ვინც ნარკოტიკების მომხმარებელია. ამასთანავე სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნას ცენტრი, რომელიც ნარკოსაკითხებზე იმუშავებს, ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე მინდა აღვნიშნო ნარკოტიკების ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკების ნუსხა, რომელიც ასევე გადასახედია. ჩვენ მივმართათ ასევე საქართველოს პარლამენტს და იმ ცვლილებათა პაკეტში, რომელიც წარდგენილი იქნა პარლამენტში, აუცილებლად აისახება ჩვენი მიდგომა ნუსხასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ არის სრულყოფილი. ნარკოტიკების მცირე დიდი ოდენობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობა არ არის განსაზღვრული ისე, რომ შეესაბამებოდეს ის საერთაშორისო სტანდარტებს და პლუს ამას არის ნარკოტიკების გარკვეული სახეები, რომლის მოხმარებაც სუბუქი ნარკოტიკები არ უნდა ითვლებოდეს ინკრიმინირებულ ქმედებად, თუმცა იმის გამო, რომ ამ ნუსხაში არ არის შესული, მცირე ოდენობით მისი მოხმარებაც ითვლება დანაშაულად და შესაბამისად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში უფრო ხვდებიან, ვიდრე სამკურნალო დაწესებულებაში. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა გახლავთ ის, რომ ადამიანის უფლებები ამ მიმართულებით იქნეს მაქსიმალურად დაცული, მოხდეს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და მიეცეს შესაძლებლობა ნარკოტიკებით მოხმარებელ ადამიანს მოახდინოს რეაბილიტაცია, თუნდაც ციხეში მოხვედრის შემდეგ. დიახ, მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და გაიმიჯნოს ზღვარი ნარკოტიკის მოხმარებასა და რეალიზაციას შორის. ვინაიდან დღესმოქმედი კანონმდებლობით ზღვარი არ იმიჯნება და ფაქტიურად თუ განაჩენი არ წაიკითხე, ვერ მიხვდები ადამიანი ნარკოტიკის მოხმარებისთვის არის მსჯავრდებული თუ მისი გასაღებისთვის. მადლობა თქვენ. ყველა ხوار ვქნებოდ. გახლავართ კოკალაბარტყავა არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი ვექტორის ხელმძღვანელი, ჩვენი ორგანიზაცია თავის მხრივ არის თვითორგანიზაცია იმ ადამიანების მიერ შექმნილი, რომელსაც ასე ვთქვათ წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება, წინა ხელისუფლება და მანამდე ხელისუფლებაც დევნის და ამყოფებს სტიგმა დისკრიმინირებულ გარემოში. ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს ამ ადამიანებთან წლების განმავლობაში, ვინაიდან ამ ხალხს ვაწვდით სამედიცინო, არასამედიცინო სერვისებს, ვეწევით მათ სოციალურ თანხლებას, ვართ ადვოკაციურ ღონისძიებებში ჩართული და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ აი ამ ღონისძიებების განხორციელებაში, თუნდაც სერვისების მიწოდებაში, სოციალურ თანხლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავად ეს ადამიანები, ვისაც მეორეს მხრივ დევნის და დისკრიმინირებულ გარემოში ამყოფებს ჩვენი ხელისუფლება. ყოველ შემთხვევაში წინა ხელისუფლება და ის კანონი, რომელიც ასე ვთქვათ სახეზე გვაქვს და არის უამრავი ხარვეზი. აქ კოლეგებმა ასე ვთქვათ ისაუბრეს იმ გარემოებაზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ნარკოტიკების მოხმარება უკვე აღარ არის კრიმინალიზებული და მხოლოდ საქართველოს რჩება ასე ვთქვათ ასეთ პირობებში, სადაც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადამიანებს აჯარიმებენ, ჯიბეში უძვრებიან და მრავალი წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ამგზავრებენ საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც ელემენტარული პირობებიც არ არსებობს იმისათვის, რომ ზუსტად აი ესეთი მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ასე ვთქვათ, განათავსოთ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
გაუმჯობესდეს. სწორედ ჩვენ მიგვაჩნია რომ მე აღვნიშნე ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში სერვისებს ვაწვით ამ ადამიანებს სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარებით და ჩვენ სახეზე გვაქვს შედეგი, ასე ვთქვათ, მათი რეაბილიტაცია, რესოციალიზაციის თვალსაზრისით და ზუსტად ასეთ მიდგომებზე უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებაც მიმართული, რასაც საბოლოო ჯამში შედეგი მოაქვს. მე ერთს დავამატებ კიდევ, რომ ეს მრავალი კვლევებით არის დადასტურებული, ერთი ადამიანის, ასე ვთქვათ, შენახვა ციხეში სახელმწიფოებს ბევრად მეტი უჯდება 3-5 ადამიანის კურნალობის ტოლფასია. მე აქვე ასე ვთქვათ დავსვავ ისეთ შეკითხვას მაშინ რასაც შედეგი მოაქვს ვთქვათ გარკვეულწილად კურნალობა რეაბილიტაციის დროს ამ ადამიანების რატომ ხდებოდა ისე რომ ასე ვთქვათ რასაც შედეგი არ მოაქვს და ციხეში ამყოფებენ ადამიანებს ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება აქ როგორც იტყვიან ასე ვთქვათ დამარხული იყო ალბათ რაღაცა მიზანს სწრაფვები, მაგრამ დღეს ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო სექტორი და ხელისუფლება, რომელიც ხახის მიერ იქნა არჩეული, ზუსტად ხახის მოთხოვნას გაითვალისწინებს და ასე ვთქვათ, აღმოიფხრება ის ხარვეზები ნარკოკანონმდებლობაში, ზოგადად ნარკოპოლიტიკის პრინციპები შეიცვლება და ეს ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს შელახული და მათი გარემო, მიკროსოციუმი, მაკროსოციუმი, ასე ვთქვათ, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება და მთლიანობაში საზოგადოებისთვის ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური და მრავალი თვალსაზრისით, თუნდაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით. ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა, მადლობა რომ მომისმინეთ.